მოგესალმებით. დავიწყოთ პასკის მომზადება. პირველ რიგში მოვადუღებ რძეს, რომ შეგრილდეს. ძალიან ცხელი რო არ იყოს და ოთახის ტემპერატურის რო იყოს, მოვადუღებ რძეს. რძეს ვიყენებ 1 ლიტრს. ესე. აქ ცხელ წყალში დავალბე თეთრი ქიშმიში. ქიშმიში ვიყიდე მარტო თეთრი. შავი არ მიყიდია. ზოგადად დიდად ქიშმიში არც მიყვარს, რო არ მოგატყუოთ. მაგრამ ეხა პასკა ქიშმიშის გარეშე რა არის. ამიტომ გამოვიყენებ ქიშმიშსაც. ესე იგი, ეს მიყიდია 2 ცალი. ვერც ყიდვისას შევამჩნიე, ვერც ვიდეოს გადაღებისას, ანუ შელაგებისას შევამჩნიე, რომ ეს 2 ცალი მქონდა ნაყიდი და 2 რაც მინდოდა არ ვიცი, ანუ 1 ცალიც არ დამჭირდება ამდენი და 2 რატო ვიყიდე მართლა არ ვიცი. და საფუარი კიდე. ეს მეგონა რომელი საფუარი იცით? აი ფქვილში რო ურევენ, ფქვილივით საფუარი როა, ეგ მეგონა. და ესეც ვიყიდე და ესეც. მაგრამ როგორიც საფუარიც ეს არის, პურის მოზელისას რო იყენებენ, ეგეთია ესეც რა. ანუ შედარებით მსხვილი. და აღმოჩნდა, რომ ის საფუარი, რომელიც ფქვილისნაირი მასის არის, ეგ საფუარი საერთოდ არ მიყიდია. მაგრამ არა უშავს. მოვადუღე რძე, ცოტა შეგრილდა, მაგრამ მაინც ზედმეტად ცხელია. ამიტომ გადავიტან ჭურჭელში და ესა რო შეგრილდება ცოტათი კიდევ, მერე დავიწყებ უკვე მომზადებას. პასკას ამზადებ ყველა სხვადასხვანაირი რეცეპტით. მე ჩემეული რეცეპტით ვამზადებ. რავი, ჩემებურად მარტივად, თან თბილისის პირობებში. თბილისის პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ არ მაქვს მიქსერი, არ მაქვს ღუმელი, მიკროტალღურში უნდა გამოვაცხო პასკები და იმედი მაქვს, რომ მიკროტალღური უпростоრეთ აეროგრილში, მიკროტალღური ჯაშუაში. აეროგრილი იმედი მაქვს, რომ იმედებს არ გამიცრუებს. დიდათ ვერ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ძალიან დაბალფასიანი აეროგრილი ვიყიდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ პასკას მშვენივრად გაუმკლავდება პასკის გამოცხობას. ისედაც ძალიან გვიან ვამზადებ პიცას კი არა და პასკას და დრო რო არ დავკარგო ამ რძეს გადავდგავ და მანამდე გავთქვიფავ კვერცხს და შაქარს. ესე იგი ამ შემთხვევაში გამოვიყენებ 8 ცალ კვერცხს. ვაი.
ძალიან მოვწყდი მეგობრებო სამზარეულოს, რაც სტუდენტი ვარ. შვენიერი სამზარეულო კი მაქვს, მაგრამ დრო აღარ მრჩება სამზარეულოში ფუსფუსის. ხო და კვერცხის გატეხვაც დამვიწყებია. ვაიმე პასკის მომზადება გონია ამ ხალხს რაღაცა სასწაული. ვიღაცას რო უთხრა პასკას ვაკეთებ, შენ პასკის კეთება იცი? ანუ ზოგს გაუკვირდება მართლა და რა პრობლემაა, ანუ რა უნდა პასკის გაკეთებას. ნუ ეხა ზოგი კვერცხსაც ვერ წვავს, მაგრამ მე ხერხება ეგეთი რაღაც ასე რომ ეგ არ არის პრობლემა. ვაცალ კვერცხს დავუმატებ დაახლოებით 1,5 კილო შაქარს. ეს არის 1 კილო. მოვთქვიფავ და შეიძლება მეტი აღარც იყოს საჭირო. ჩანგლით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიქსერი არ მაქვს. ჩანგლით ესე კარგი თქვეფა უხდება, მაგრამ რა ვქნა, მიქსერი არ მაქვს და ჩანგლით როგორც იქნება შესაძლებელი გავთქვიფავ. ყველაზე ცუდი რაც არის ამ სამზარეულოში არ არის ადგილი. აქეთ ამხარე ონკანს უჭირავს, შუა ნაწილი გაზს უჭირავს მთლიანად, კი ხედავთ ეხა რომ გაზზე მიდევს, ისე ვთქვიფავ და იქეთა ნაწილი უკვე სარეცხის მანქანას უჭირავს. შეძლების დაგვარად რაც შეიძლება კარგად გავთქვიფავ. კვერცხი გავთქვიფე კარგად შეძლების დაგვარად. ხელები აღარ მივარგა. და ეხლა თბილ რძეს დავუმატებ საფუარს. ეს უნდა ვნახო მაინც როგორი საფუარია. ხო აი, ჩვეულებრივი საფუარია. ანუ გამაფხვიერებელი არ მაქვს ნაყიდი. საფუარს დავუმატებ, ნუ ეს არის 1 სუფრის კოლზი ამ შეფუთვაში. არის 1 სუფრის კოლზი. ასე რომ დიდს გავხსნი. იმიტომ რომ 2 სუფრის კოლზი მაინც არ ეყოფა. სად წავიღე დანა? დანა
ეს 2 ესეც 3 საფუარს გამოვიყენებ ბლომად ეხლა მოვურევ მოდი ამასაც დავუმატებ ცოტა შაქარს რომ აპარას თუ ოპარას მსგავსი გამოვიდეს ცოტა შაქარს ვუზავ ამასაც რომ გამაფხვიერებელი კარგად გაიხსნას მარტივად შარშან მახსოვს წეღან 1 კილო ფქვილი რო ჩავყარე მეგონა რომ მეტი აღარ უნდა თქო რა იმიტომ რომ ბევრი ძალიან ტკბილი გამოვათქო ვიფიქრე მაგრამ მე გამახსენდა რომ შარშან პასკა რო გავაკეთე ძალიან ბევრი შაქარი ვუქენი და მაინც არ იყო იმდენად ტკბილი ხო და ზედმეტად ტკბილი იყოს ჯობია ვიდრე პურივით იყოს რა ასე რომ შაქარი შეიძლება კიდევ დავუმატო იმდენად შეშინებული ვარ აქ დავუმატე ასევე ცოტა ფქვილი და გავაკეთე აპარა თუ ოპარა როგორც ქვია რა ვიცი მიკროფონი გამეჩიშა დამიჯდა თუმცა ვფიქრობ რომ 1 ლიტრის რძეში არ უნდა გამეკეთებინა ეს ოპარა იმიტომ რომ იმდენად ამოფუვდა რომ ძალიან მეტისმეტად რა ცალკე უნდა გადამეტანა ცალკე ჭურჭელში და ცოტა ოპარა უნდა გამეკეთებინა აი ეს ნახეთ რა რამხელაზე ამოფუვდა ნახეთ ვაიმე როგორი ამოფუებულია ამასობაში დავჭერი ფორთოხლის ცედრა ოღონდ სახეხი არ მაქვს და რაც შეიძლებოდა თხლაც დავჭერი როგორც შევძელი ისე მაგრამ ამ ხელა მასაში რო გადანაწილდება იმას იზავს რა ქვია აუ ეს მთლიან მასაში არ უნდა გამეკეთებინა რა აპარა თუ ოპარა მზადდება ცოტა მასაში და ეს იმედია ჩავარდება ეხლა თორემ მთლიან რძეში არ უნდა გამეკეთებინა ეს ეხლა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი ცალკე ვაპირებდი პატარა კონტეინერში პატარა ჭურჭელში ამის გაკეთებას მაგრამ მთლიანი მასა ამოვაფუე რატომღაც არ ვიცი რატომ მაგრამ ესეთ შეცდომა დამემართება თუმცა არა უშავს არა მგონია გამოუსწორებელი შეცდომა იყოს ეს ახლა ნელ-ნელა ჩავარდება და მე დავუმატებ იმას შაქარს და კვერცხს გათქვეფილს ეხლა ჩვენ დავწუროთ ფორთოხლის წვენი ოღონდ საერთოდ არ არის წვნიანი არის ესა ნაყიდი ფორთოხალი როა არ არის რა წვნიანი მაგრამ შეძლებს დაგვარად როგორც დაიწურება დავწუროთ ვაფშე არ აქვს წვენი აი სკდება წვენი არ აქვს და ამ წვენში ჩავალბობ სუნელებს ვეღარ ვაჩერებ ისე ამოფუვდა ანუ ცოტა ეხა ნელ-ნელა დაბლა ჩადის ეხლა ეს ფორთოხალი საერთოდ არ იყო წვნიანი და თვითონ ის მასაც გავურიე და ეხლა ამ ფორთოხლის წვენში დავუმატებ სუნელებს ცალკეც დავუმატებ მე
მიხაკი ესე ილი დაფქული ილის აქვს მწარე სუნი მახსოვს იმიტომ რომ ადრე შარშან რო გავაკეთე პასკა თან ვუყურე შარშანდელ ვლოგს შარშან რო პასკა გავაკეთე ილი მარცვალი ვიყიდე იმიტომ რომ ის ვერ ვიშოვე თვითონ ხო და დავფქვი მარცვალი მიხაკი ილი და დარიჩინი კიდევ არის რაღაც სუნელები რომელსაც პასკაში იყენებენ კურკუმა და უცნაური სახელი აქვს კიდე რაღაც მაგრამ მე სამი სამაკ მხოლოდ სუნელი ეხა ამ სუნელებს ესე ზოგი კონიაკში ათრობს მაგრამ ამ შემთხვევაში კონიაკი არ მაქვს ამიტომაც ესე ფორთოხლის წვენში ჩავალბე მეტა ლიმონი მაინც მეყიდა ლიმონს უფრო მეტი წვენი ექნებოდა ой მეორე ნახევარი ფორთოხალი არ დამიწურავს მაგასაც დავწურავ ნუ დავჭრი რა მიკროფონი გამთიშვია და წინა ვიდეოს პატარა ნაწყვეტში ხმა საერთოდ არ ისმის მიკროფონი დამჯდარა და კი მწვანედ ანათებს ეს ანუ ტელეფონის დამტენი სადაც ერთდება მანდ რაც მაქვს შეერთებული მწვანედ ანათებს და როცა მიკროფონი დაჯდება ან გაითიშება ის მწვანე ემაშვება წითლად ციმციმებს მაგრამ საერთოდ არ შემიმჩნევია საოცარი სურნელი აქვს მოდი იმ ნახევარ პორტოხალსაც დავუმატებ ამასობაში პროცესში ისე გავერთე რომ დროის გასვლას ვეღარ ვიგებ რა გემრიელად კონიაკში დათრობას ფორთოხლის წვენში დათრობა ჯობდა სუნელების ცოტას დავუმატებ რა სიცით დარიჩინი არა და მიხაკს დავუმატებ და ილის დავუმატებ იფ ეს რო შეეზილებათ სომს რა გამოვა აუ სასწაული გონია რომ სასწაული პასკა გამომივა ეხლა მე დავუმატებ ამას უკვე ესე დავუმატებ შაქარს და კვერცხს ვაიმე შაქარი სულ დაილექა დაბლა იმის გარეშე რო ამოთქვები ნახეთ კვერცხი ბეზესავით გახდა და შაქარი დაბლა დაილექა რა გამოვა ისეთი სურნელი ტრიალებს ხალხო სამზარეულოში რა სახლში ეს ერთი ოთახია რომელიც სამზარეულოც არის საძინებელიც ტელევიზორის ოთახიც და ყველაფერი ვაფშე მაგრამ სახლში ისეთი სურნელი ტრიალებს რომ საოცარი ამას რომ მოვზილავ ნახევარი ამ კონტეინერში ამაში უნდა გადმოვიტანო რომ ძალიან არ მომიფუვდეს ესე ეხლა მე ამასაც უნდა დავამატო მაწონი და ცოტა არაჟანი სხვათა შორის არც ერთ ვიდეო რეცეპტში არ მინახავს რომ მაწონს იყენებდნენ პასკაში და ძალიან მიყვირს რატომ მე მაწვნით მომიზელია ცომი ანუ კექსებში და ყველაფერში ხო იყენებენ მე მაწვნით მომიზილავს ცომი არაჟანითაც პიცის ცომი რომელიც იყო ხოლმე უფუმფულესი და
რატო პასკაში არ იყენებთ მიკვირს? ოპა. ერთადერთი რაც დამავიწყდა მეგობრებო არის კარაქი. კარაქი უნდა მეყიდა ან მარგარინი. რომლის ყიდვაც დამავიწყდა და სამწუხაროა რომ დამავიწყდა. მაგრამ ზეთს უზავს ამაგერად ბლომად. ესეც მაწონი. ვაიმე, უკვე გამომცხვარი პასკის სუნი ტრიალებს რა გავაკეთო. და ესეც არაჟანი. ესე იგი სოფლის ნობათი სანტე. ანუ რამდენ პროდუქციას უკეთებ უფასო რეკლამას, მოკლედ გადარეული ვარ რა. არაჟანს უზავ ნახევარს. ესე. ისეთ სურნელი ტრიალებს ხალხო, იმანა უშვა სურნელი სუნელებმა. ესე მგონია რომ უკვე ცხვება. ფქვილი მაქვს 2 კილოიანი ნაყიდი და ცოტა სუპრემოს ფქვილი მაქვს კიდე და ძალიან ნერვიულობ რო არ ეყოს თქო. მაგრამ რო არ ეყოს უკვე არ დამეზარება, ანუ კარაქზე ჩასვლაც მინდოდა. სამსახურიდან რომ მოვდიოდი, მაღაზიაში შევედი იმის გამო რომ კარაქი მეყიდა. ხო და დამავიწყდა და მე ჩასვლას ვაპირებდი სანამ ტელეფონს ვტენიდი, ჩასვლას ვაპირებდი იმაში. მაღაზიაში რომ კარაქი მეყიდა, მაგრამ ძალიან შორსაა. 24-იანი მაღაზიები დაბლა. ხო და ანუ ფქვილი თუ არ მეყო, მაინც მომიწევს ჩასვლა. ეხლა დავუმატებ ვანილს და ზეთს. იფ. ეხა ვანილის სუნიც რო დაემატება ამ ყველაფერს. ოღონდ ეს ის ვანილია სუნი რო აქვს სასწაული და გემო რო აქვს მწარე. მეორე ვანილები როა კიდე ტორტი რო ახატია. ის გემოზეც ტკბილია. მაგრამ სუნი კლათ ესეთი გემრიელიც ვერ აქვს. დავამატებ ამას და დავამატებ ზეთს. კაია, პატარა სამზარეულო უწუდები ყველაფერს მარტივად. ესე ქიშმიშს ზოგი ფქვილში იმაშვება, რა ქვია. ფქვილში ურევს ქიშმიშს. და უკვე ამოსულ ცომს ჩაზელისას ურევენ ქიშმიშს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში წყალში დავალბე და ისე გავურევ. ანუ საოცარი კონსისტენციაა და საოცარი სუნი ტრიალებს. ეხლა დავუმატოთ სუნელებიც. ოხ, ეხლა ნახეთ თქვენ სურნელის აშვება. ეხლა ნახეთ. და ფერსად შეიცვლის კონსისტენცია.
იფ. რა სურნელი ტრიალებს. კარგად კი მოჩანს თვითონ ის. ეხლა დავუმატებ ფქვილს, შემდეგ დავუმატებ ისევ ცოტა სუნელებს და ბოლოს რა ქიშმიშსაც დავუმატებ. საოცარია. ეხლა დავიწყოთ ფქვილის შერევა. ეს ზემოთ რაც ტივტივებს, ის არ გეგონოთ რა ქვია. გაუხსნელი სუნელი არ გეგონოთ, ეს არის ფორთოხალი, დაჭყლენტილი ფორთოხალი, რომელიც პასკაში იქნება იმასავით ცუკატივით. ცუკატი არ მიყიდია, იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს პასკაში ცუკატი. რავი, ვერც გამიგია ხან მიყვარს, ხან არა. ეხლა დავიწყებ სუპრემოთი, ვაიმე ფქვილი დავყარე მთელ იმაში გაზზე. და მერე გადავალ, ისიც სუპრემოა 2 კილოიანი. მერე გადავალ უკვე დიდ ფქვილზე ოღონდ ამას. კი. მე მგონი ვანილი არ იყო, იმიტომ რომ სიტყვო გავსინჯე, ცოტა შაქარიც ჩავამატე. ანუ 2 კილო ფქვილი კი არა და 2 კილო შაქარი გამოვიყენე მთლიანად და ესა ვანილის არომატი საერთოდ დიდად არ იგრძნობა. ვანილი მეტიც მოუხდებოდა. ოღონდ ძალიან ბევრი გამოვიდა და აი ამას რა მოზილავს არ ვიცი უბრალოდ. ოპა. ეს ხა ესე უნდა ჩავყარო. თორე ძალიან მძიმეა. ესე. ეხლა გადავწურე ქიშმიში და დავამატებ. ფქვილიც კაი ბლომად შეურია და მე მგონი მართლა მიწევს გაქცევა ფქვილის საყიდლად მაღაზიაში. იმიტომ რომ უკვე 1 კილოზე ნაკლები დარჩა და ჯერ კაი ბლომად ფქვილს შეიზელს. დედაჩემი არ აცხობდა ხოლმე სხვათა შორის პასკებს. სამზარეულოს განხრით უფრო მამას ვგავარ, ნიჭიერი რო ვარ. მამამ პოვარია. მაგრამ ცოტა იგს დავუმატებ. ოღონდ ძალიან ცოტას, იმიტომ რომ ძალიან მძაფრია. უფრო ტკბილების ცხობა დედაჩემს ეხერხება, უფრო ტორტებს აცხობდა, ნამცხრებს აცხობდა. დედაჩემი უფრო კერძებშია ძლიერი. მეც ეგრე ვარ. იმის ცხობა არ მეხერხება დიდად ტკბილეულებების. მართლა არ მეხერხება. მაგრამ კერძების კეთება მეხერხება, დარიჩინს დავუმატებ ცოტა მეტს. ეს. აურა საოცარი სურნელი ტრიალებს. ტელეფონი მიჯდება. კიდე კარგად გამიძლო. დიდად გვიანი არ ყოფილა სხვათა შორის. 3:35 წუთია, ამას რა დაემართა ეხა.
ვა, ინგლაითი გაითიშა. უფრო გვიანი იქნებოდა მეგონა. აი რამდენი ფქვილი შევაზილე და კიდევ ძალიან ბევრს შეიძლეს. ოღონდ ეს ფქვილი გამივარდება ეხა ხელიდან. ამდენი თუ გამოვიდო და არ მეგონა. ხვალ მთელი დღე პასკები უნდა ვაცხო, იმიტომ რომ აეროგრილში ეხა თუ გამოვაცხობ, ერთი უნდა გამოვაცხო და დიდი. ხო და 40-45 წუთი მაინც ხო ჭირდება ამას და პასკის ფორმები არ მიყიდია, იმიტომ რომ ეს ქსელურ მაღაზიებში რაც ვნახე, პატარა ზომისები იყო. ნიკო კარფურშიც პატარა ზომისები იყო რა. ხო და ფიქრობ ეხა რომ თვითონ აეროგრილში რო ჩავაფინო ეს საკონდიტრო ქაღალდი და აეროგრილის ზომა რო გამოვაცხო, მაგას ვფიქრობ. პროსტა ხელი მომძვრა ამდენი მორევისგან. ჩემი მოლოდინები გამართლა და მართლაც მომიწია მაღაზიაში ფქვილზე ჩასვლა, იმიტომ რომ აი ეს კონსისტენცია არ არის საკმარისი, ძალიან ცოტაღა უნდა. ნეტა ყოფნო და შუა გზაში არ გავჩერებულიყავი. მაგრამ რას ვიზავთ? საოცარი სურნელი კი აქვს. მოვედი, ესე იგი ვიყიდე 1 კილო ფქვილი, კიდევ იმედი მაქვს მეყოფა. და კიდევ ვიყიდე შაქარი. მაგრამ აღარ დავამატებ რა, საკმარისია. და ეს რა ქვია, დამავით ცედრის, ფორთოხლის ცედრის დამატება დამვიწყებია და ეხა სანამ ფქვილს გადაურევ, ჯერ ცედრას გადაურევ კარგად და მერე მოვურევ ფქვილს. და კიდევ რა, მარგარინი კარაქი კიდევ დამავიწყდა. ანუ გამოვედი მაღაზიიდან, კაი ხელა გზა გავიარე და მერე გამახსენდა, რომ მარგარინი არ მიყიდია და უცებ მივბრუნდი უკან, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ რადგანაც უკვე ორჯერ დამავიწყდა, ესე იგი აღარ იყო საჭირო, ანუ აღარ ჭირდებოდა პასკას. ეგ ვიფიქრე და წამოვედი გავაგრძელე გზა, მართლა შორს ვარ ძალიან მაღაზიიდან, ძალიან დავიღალე. ერთი სული მაქვს უკვე როდის იმას ვიზავ, რა ქვია, დავაბინავებ ამ ცომს, რომ დავწვე, დავიწინო და დილასაც ამდენს რა გამოაცხობს აეროგრილით თითო-თითოდ, უბრალოდ აზზე არა ვარ რა. კვერცხსაც ხვალ შევღებავ, იმიტომ რომ დღეს უკვე ძალიან დავიღალე. თურმე მართალი ყოფილა ქალები, რომ გაკვირვებული რო იძახიან რა, პასკას შენაცხობ, ანუ მართლა იმ ხელა ენერგია და იმ ხელა დრო ნაჭირვება, რომ აი დავიღალე რა, მაგრამ არა უშავს. მოვზილავ, გამოვაცხობ და გემრიელიც გამოვა. აი ესეთი გამოვიდა, ესე იგი ცომი იმდენად ბევრი გამოვიდა, რომ 3 ჭურჭელში გადავანაწილე. ეს ერთი ყველაზე დიდი. მეორე საშუალო ზომისაში გადავიტანე ცომი, მესამე პატარაში. პარკი დავაფარე ზემოდან, ის სპეციალური პარკი არ მქონდა და ამ პარკის დაფარება მომიწია და აი ეს 3 ჭურჭელში გადავიტანე და მაინც იმაზე ვნერვიულობ, რომ ძალიან ამოვა. მაგრამ პარკი აღარ გაუშვებს. ხო და უბრალოდ ამდენს რა გამოაცხობს, არ ვიცი, მართლა არ მეგონა ამდენი თუ გამოვიდოდა. მოგესალმებით, 2:13 წუთია. ეხლა გავიღვიძე, იმიტომ რომ გუშინ ღამის 4 საათზე დავწექი. ხო და ეს ცომი ესე ამოფუმფულდა, ოღონდ ბევრად უფრო მეტად ამოსვლას ველოდი, იმიტომ რომ ნერვიულობდი, რომ პარკიც გადავაფარე, რომ მეთქი ძალიან არ გადმოვიდეს ჭურჭლიდან თქო, მაგრამ ამაზე მეტად არ ამოდის. თუმცა ეს მაქვს ის რა ქვია 3 ჭურჭელში გადატანილი და მაგიტომაც ნახეთ. აი გამჭირვალეში განახეთ.
პარკმა რაც აიკრა იმ ადგილას ეტყობა როგორი ამოფუებულიც არის. და ამდენს რა გამოაცხობს არ ვიცი. კატის კნავილის ხმა პირველად გავიგე ხალხო, ანუ თქვენ წარმოიდგინეთ და ამას რომ ვაკეთებდი, მაწონი გავხსენი, არაჟანი გავხსენი, საერთოდ ხმა არ მოუღია კატის კნავილის ხმა არ გამიგია. იმიტომ რომ პედიგრს ვაჭმევ. და პედიგრი ისე აძღებს. ხო და ეხლა რადგანაც კნავილის ხმა გავიგე, პედიგრი არ უყრია და ხა დავუყრი და ვაჭმევ. აუ დამიმთავრდა ამის პედიგრი მაქვს საყიდელი. ამას ყველას დავუყრი ახლა და მერე ვაჭმევ. ახლა აი მოდი ესენი ჩავზილოთ. ყავა მინდა გიჟივით. მაგრამ მოდი ჯერ ამას ჩავზილო. აი ამის სუნი ყველაზე მეტად საოცარია რა. მიხაკის. აი რაღაცნაირად სარკმეველი სუნი აქვს რაღაცნაირად და ვგიჟდები. ხო, მოდი ახლა ჩავზილავ ამას. ასე. და სეთიანი ხელებით ჩავზილავ. იფიფი. რა კარგი ცომი გამოსულა. არ მეგონა ესეთი კარგიც თუ იყო. რაღაც 2 დღე ამინდის გამოვიდა და გაოცებული ვარ. ხვალ თუ არ იწვიმა აღდგომის დღეს ხო კაი. ოხ, რა კარგი ცომია, რა კარგი ცომია. ძალიან კარგი ცომია. ძალიან კარგი ცომია, მეგობრებო. ძალიან გემრიელობა გამოვა. აი ესე აეროგრილის შიდა ნაწილში პირდაპირ ჩავაფინე პერგამენტის ქაღალდი, ქვემოთაც, კრუგშიც, ლამაზად და პირდაპირ აეროგრილში ჩავდებ ცომს და რო ამოფუვდება, მერე გამოვაცხობ. მე მგონი კარგი აზრია. მოკლედ ახლა უნდა დავიწყო კვერცხის შეღებვა. აქ მაქვს 2 ლიტრის ცივი წყალი. 2 ლიტრ ცივ წყალში გავხსნი 2 პაჭკა ენდროს. ეს წესით ლიტრანახევარ წყალში იხსნება, მაგრამ მე უფრო ნაკლებში გავხსნი, რომ კარგად შეიღებოს კვერცხი. თან ძალიან ცოტა კვერცხს ვხარშავ. ანუ 13 ცალია მე მგონი 12 თუ რაღაცა ეგრე. მაგისთვის 1 პაჭკაც საკმარისია, მაგრამ მე ამ შემთხვევაში 2 პაჭკას გამოვიყენებ მაინც. და კარგად ეყოს. ამას ხახვის ფურცლებიც აქვს, მე მგონი გარეული. ესეთი. ესეც მეორე. ეხლა ამას კარგად ვადუღებ, ფერი რო გამოუშვას და მერე გავაგრილებ ცივ იმაში ენდროში ჩავალაგებ კვერცხს და მოვხარშავ. ეს იმიტომ რომ ფერი გამოუშვას კარგად. ესე ვიზავ მე.
ხელოვნურ საღებავს არ ვიყენებ, რადგანაც ეს ერთი ჭურჭელი მაქვს მარტო თბილისში, ერთი ქვაბი. ენდრო არ არის იმდენად საშიში, იმიტომ რომ მცენარეა და გამოვიყენებ ამიტომ ენდროს. მარილს დავუმატებ ცოტას, ერთ კოლს და ამ შემთხვევაში ძმარი არ მაქვს. ეს ერთი 15 წუთია ვადუღებ დაბალ ცეცხლზე. ეხლა გავთიშავ, რო გაცივდება კარგად ჩავალაგებ კვერცხს და ხელახლა მოვადუღებ, მოვხარშავ. ესე უკვე ძალიან კაი მუქი ფერი აქვს. გაიცანით ჩემი მეგობარი ცოტა აქეთ გამოდით, თორე შუქი ურტყავს ცუდად. სხვათა შორის YouTube-ზე გავიცანი, YouTube-დან გავიცანით უბრალოდ ერთმანეთი მომწერა, რაღაცა. მე რამდენჯერმე თავისუფალ დროს შევხვდით ერთმანეთს და ესე დავმეგობრდით. დღეს მთელი დღეა ვეწუწუნები, პასკა ვერ გამოვაცხვეთქო, აეროგრილში თქო რა და ესაო რა ქვია, გამოვალო და მეთქი კი ბატონო გამოდით თქო. ყავას ეს არ სვავს. მარტო ჩემთვის ვიდუღებ ყავას, ხო და რითი გაუმასპინძლდე არ ვიცი. და ეხლა უნდა პასკებს ვაცხობთ, ოღონდ დიდი ფორმით გამომწვარი არი ვარგა, იმიტომ რომ ეს აეროგრილი არის იაფიანი, რატო ვიყიდე ნეტა იაფიანი მაცოდინა. ეს მწვანე თხوانათებს. რატო ვიყიდე იაფიანი ნეტა მაცოდინა. ხო და მარტო ზემოთ შეწვა და ესა რა ქვია, ქვემოთ შუაში იყო გამოუმწვარი. ამიტომ რო ჩავაკითხე ანანოს, ვიყიდეთ პატარა ფორმის პასკები, ძალიან პატარები, აი მაფინის ხელები რა, რასაც ქვია. ხო და იმედი მაქვს მაგაში მაინც ივარგებს. თუ ივარგა, მერე კიდე შავალ, კიდე ვიყიდი, ანუ საღამომდე მაქვს დრო რა და მერე ტაძარში გავდივარ ღამის თევაზე. აუცილებლად უნდა დავესწრო სამების ტაძარში ღამის თევას. მე ვარ სტუმარი თუ ეს არის. აი აქ ის მოვხარშე რა ქვია, ორი პაჭკა ენდრო მარილთან ერთად და წყალიც ბევრი არ უქენი, რომ კარგად შეღებოს. თან ბევრ კვერცხს მე მაინც არ უღებავ. ეხლა დავადგავ, ჩავალაგებ კვერცხს და შევღებავთ ერთად. კვერცხს ვხარშავ, ვღება უпростоრად რამდენი ცალია? 13? 12 ცალ კვერცხს შევღებავ. რაღაც თქმა მინდოდა კიდე. ცოტა წყალი ხო არ დავუმატო თქო. ცივში ჩავალაგებ პირდაპირ. ვაი დედა, კი წყალი უნდა. წყალი აუცილებლად უნდა. თან იმდენი ენდრო ჩავყარე, როგორი კვერცხი გამოვა იცი? ხახვის ფოთლებს რო ურევენ და ესა ლამაზად რო ატყვია ხოლმე ხახვის ფურცლები, ეგეთი გამოვა. წითელ პარასკევს ვერ შევღებე, მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვახერხე, ვერ მოვასწარი და წესით წითელ პარასკევს უნდა შეიღებოს კვერცხი, მაგრამ არა უშავს. წყალს დავამატებ. ლიტრა ნახევარ წყალში იხსნება ეს ერთი პაჭკა ენდრო და მე 2 გავხსენი 2 ლიტრში, ასე რომ 1 ლიტრა შემიძლია კიდე დავამატო. მაგრამ ოდნავ კვერცხი რო დაიფაროს ეგრე ვიზავ. აი, საკმარისი დაანახე.
საკმარისია ჩემი აზრით. აჰა. უკვე შეიძლება. სხვათა შორის მინახავს ესეთი ექსპერიმენტი, რომელიღაცა გადაცემაში ვუყურე კაი ხნის წინ, რომ ესაო რა ქვია, თეთრი ნაყიდი კვერცხი უფრო მარტივად იღებებაო თუ სოფლის მუქი კვერცხიო რა. და წესით ეს რომ თეთრია, ყველა ფიქრობდა, მეც ეგრე ვფიქრობდი, რომ თეთრი უფრო მარტივად შეიღებებოდა. და მუქი უფრო იმად რა ქვია, ძნელად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ნაყიდი თეთრი კვერცხი უფრო ძნელად იღებს ფერს, ვიდრე სოფლის კვერცხი, მუქი. მოიხარშა, რამოდენიმე კი არა და უმეტესობა დასკდა კიდეც, მაგრამ არა უშავს. ნახეთ რა ლამაზი ფერია, ეს გამსკდარია, ამას გავწმინდა ტილოთი. ეს ძალიან ლამაზი ფერია. აი ენდრო თუ აღებავს ლამაზად კვერცხს. ეს არის ყველაზე ღია ფერის. აი ესეთი ფერის შეღებილი მოხარშული კვერცხებიც იყიდება სხვათა შორის იმით შეკვრებით. მინახავს? შენ აქ ოპერატორად მოხვედი? ხმას არ იღებს. ყველაზე მუქი. აი. ესეც გამსკდარია. არა უშავს. სოფელში 100 კვერცხს ხარშავდით ხოლმე და აქ რათ მინდა 10 წლის მეტი. არსად არ მივდივარ. ერთი რუსთავში მინდა წასვლა ძალიან. სამ შაბათს ვისვენებდა. აუცილებლად უნდა წავედი. მშვენივრად გაართვა თავი ამენდრომ. ცივ წყალში დებენ სხვათა შორის მარტივად რო გაიფრწკვნას. ჩავდო? ვითომ? ცხელი ცივ წყალში არ დასკდება? ესეც ასე. თბილი წყალია, თბილ წყალს გავავლებ. სეთი? სულეგრევ შვებოდი სოფელშიც. სიპრიალისთვის ზეთსოს მევდი. ესეც გამსკდარია. ერთი. ეს ორი. აბა რამდენი გატყდა 13, 12-დან. 4 მე მგონი? ვაიმე, რამდუღარე წამოვიდა. ვაიმე. სამი.
ცოტა გადაწია კიდე 1-10 წუთს. ეს საღია? ახლა რა ლამაზია. ოთხი ცალი გამწყდა რა 12-დან. ესეთი გამოვიდა საბოლოოდ ჩემი პასკები. ეს ერთი ცალი გავსინჯე აქ. აეროგრილის გადამკიდე ძალიან შეშინებული ვიყავი, კარგად რო არ გამოცხეს თქო და ზედმეტად გამაგრდა ზემოდან და ის მოვასხი, რა ქვია, ცოტა რო დარბილებული იყო შაქრის სიროპი მოვასხი, ეს მილკას შოკოლადის კრემი, ესა შოკოლადის ფილა გავადნე, ესე მოვასხი და ფერად ისინი მოვაყარე პასკის ისინი და საბოლოოდ ძალიან საყვარლობა გამოვიდა.